შური ზიება. ოზან, სადილი გამიკეთე? აკრას აკეთებ. შენი მესიჯი ვნახე. რა უნდა უთხრა ოზანს? გინდა ცხოვრება დაუნგრიო? ეს არის შენი სიყვარული. არ გინდა ეს რა. ორივეს გაგანადგურებთ. თავიდან დავიწყებთ. ანტალიაში არაფერი დაგვიშავებია. ყველას აუხსნით. ყველას აუხსნით? ვინ დაგიჯერებთ? ამდენ მტკიცებულებას რას უზამ? ვიდეოები, ფოტოები. ცოლიან კაცთან, ნომერში ადიხარ. ყველაფერი ნათლად ჩანს. რას აპირებ? ასეთი სულელი ხარ? რამეს მოვიფიქრებთ? ერთად მოვაგვარებთ პრობლემას. ამჯერად ხელს ვერ შემიშლი. რა გაქვს ასეთი? რატომ უყვარ ხარ შენ და არა მე? რა არის შენში ისეთი, რის გამოც ყველა გიждდება შენზე? შეგლა თავი დამანებე. ოზანს ყველაფერს ვეტყვი და ხელს ვერ შემიშლი. გამატარე. არაფერს ეტყვი, არსად არ წახვალ. შეგლა რას აკეთებ? ოზანს არაფერს ეტყვი, გამიშვი. ამის უფლებას არ მოგცემ. ესრა, გონს მოდი ესრა. გონს მოდი ესრა. ესრა, გთხოვ თვალები გაახილე ესრა. ესრა. მე არაფერი გამიკეთებია. ეს შემთხვევით მოხდა. არაფერი გამიკეთებია. მინდა რომ ასეთი სახლი მქონდეს, დიდი ბაღით, აუზით. გვექნება. ბევრს ვიმუშავებ და ასეთ სახლს გიყიდი. დიდი ფანჯრები. ბაღში ბევრი მცენარეებით და პატარა აუზით. ერთხელაც ყველაფერი გვექნება, გპირდები. ასეთ სახლში ვიცხოვრებთ. ჩემი ბრალია, არ მინდოდა. შეგლა. ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, საშინელება გავაკეთე. შეგლა, კარგი, აქ ვარ, დამშვიდდი შეგლა. რა ვქნა? არ უნდა წავსულიყავი.
ეს რა ჩავიდინე. რა ჩავიდინე. Tamam sakin ol. კარგი, დამშვიდი. Çağla. დამშვიდი ძვირფასო. ჩეგლა აწყალი დალია. მიდი. Çağla. ჩეგლა. Sakin ol bakalım. დამშვიდი და მომიყევი. Güvenebilirsin. ხომ იცი, ჩემი ნდობა შეგიძლია. მე ეს რა ოზანის ყოფილი ცოლია. აქ შევხვდით. მე ჩხუბი დავიწყეთ, ვიკამათეთ. ხელი ვგარი. რასაკეთებ? არაფერს არ ეტყვი მეთქი გესმის? გამატარე. არაფერს ეტყვი. დავარდა. თავი დაარტყა და უგონოდ ეგდო ძირს. სად? იმ სახლში, რომელიც ოზანმა ეს რასთვის იყიდა. იქ შევხვდით, მაგრამ სპეციალურად არ მინდოდა გეფიცები. შემთხვევით მოხდა ყველაფერი. მისი მოკლა არ მინდოდა. ჩემი არ გჯერა? İnanıyorum. ჯერა, ჩეგლა, დამშვიდი. კარგი? მოდი დაჯექი. Devam et. დამშვიდი. სასტრაფოც ვერ გამოვიძახე, ვერ შევძელი. უგონოდ რომ დავარდა ძალიან შემეშინდა. მერე სახლიდან გამოვედი. და არც მე ვიცი, აქ როგორ მოვედი. უნდა დავრეკო, სასტრაფოში დავრეკო. დავეხმარები, ვეტყვი რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მართლა არ მინდოდა ამის გაკეთება. კარგი, დამშვიდი. Çağla bak. შეამოწმე, ცოცხალი იყო? არ ვიცი, არ მინახავს. პანიკაში ჩავარდი და წამოვედი. Tamam peki. ვინმემ დაგინახათ? მგონი არა, არ ვიცი. Çağla. ჩეგლა. Çağla. ჩეგლა, შემომხედე. Oraya gidip ვინმე მიცოდა თქვენი შეხვედრის შესახებ? არა, bak Çağla. ყურადღებით მომისმინე. Oraya hiçbir იმ სახლში არ დაბრუნდე და არავითარ შემთხვევაში არავის არაფერი უთხრა. şey söylemiyorsun. მაგრამ არანაირი მაგრამ ჩეგლა, შეიძლება ეს გოგო მოკვდეს O kız ölmüş olabilir. და პრობლემები Büyük შეგექმნება. belaya girer. რას ამბობ მერტ, რას მეუბნები? Şu andan itibaren ამიერიდან ისე მოიქცევი როგორც გეტყვი. şimdi doğru. ახლა თავი ხელში აიყვანე. შემომხედე. Çağla bana ჩეგლა, bak. შემომხედე. Bana bak. მე Çağla. შემომხედე, ჩეგლა. Şimdi doğru. ახლა სახლში წადი და არავის არაფერი უთხრა. გესმის? Anladın mı? გასაგებია? გასაგებია. ვერაფერი შევძელი. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. რა ვქნა? არ მინდოდა. მართლა არ მინდოდა ასე მომხდარიყო. სპეციალურად არ გამიკეთებია. რა შვებით, რესტორანი არ დაგიკეტავთ? ეკო სახლიდან მოდიხარ? ხო? ეს რა დაბრუნდა? არა. რომერთო ჩემო. ძალიან ბევრი შეკვეთა მაქვს და დამბირდა დაგეხმარებიო. სად გაქრა? გვიანია უკვე. სად უნდა იყოს? ალბათ სამსახურში დარჩა და მალე მოვა. დამირეკავდა. არ დაურეკე? კი, მაგრამ არ მიპასუხა. იქნებ სხვა საქმე ქონდა. ასე რომ იყოს, დამირეკავდა და გამაფრთხილებდა. დედა, ალბათ დაავიწყდა, ხდება ხოლმე. ბევრი საქმისგან მეც მავიწყდება რაღაცეები. მე ტელეფონს რომ ვნახულობ, 50 გამოტოვებული ზარია. შენ და ეს რა ერთნაირები არ ხართ. ჩემს გოგოს არ დავავიწყდებოდი. რაღაც სუდად გავხდი. აშკარად სუდად ვარ. არ ენერვიულო, მოვა. დედა, არ ენერვიულო. დარეკავს. სად წავა? არა ნერვიულობ. ზეინოს დაურეკავ. კარგი, დაურეკე. გაიგე, სად არიან? ჩემო მენიქშე, ჩემო ყვავილო. ზეინო შვილო. ეს რა შენთან არის? არა, ერთად არ ვართ. მართლა? ღმერთო ჩემო, უკვე გვიანია და ჯერ არ მოსულა. ვურეკავ და არ მპასუხობს. ძალიან ნერვიულობ. რამე ხომ არ იცი? Sana bir şey dedim mi? არა. მაგრამ არ ინერვიულოთ. ალბათ უკვე გზაშია და მოდის. მოდი გადაურეკავ და მერე გაგაგებინებ, კარგი? Tamam. კარგი, კარგი შვილო. კარგი კოცნი. ეს რა? Allah Allah. Bu kız niye ეს გოგო რატომ არ პასუხობს? Ha, Ozan. ოზანს დაურეკავ.
Efendim Zeynep. გისმენ ზეინებ? ოზან, გამარჯობა. ესრას ვერ უკავშირდები. დეიდა მენიქშე ცოტა ნერვიულობს, ერთად ხომ არ xart? Esra senin yanında değil mi? Hayır. არა. Anlamadım Esra neden? ოფისში ვარ, მუშაობ, ერთად რატომ უნდა ვიყოთ? შენთან აპირებდა შეხვედრას. რაღაცის თქმა უნდოდა. მოიცადე, არ დაურეკავს? Hayır arama. არა, არ დაურეკავს. Bir dakika beklesene. ერთი წუთით. ზეინებ, ნახე და გამოტოვებული ზარი არ მაქვს. Plan da yok. ღმერთო ჩემო. არც გპასუხობს და არც სახლში გამოჩენილა. სად უნდა იყოს ეს გოგო? Nerede o zaman bu kız? Tamam sen dur. კარგი, მოიცადე. Kim şirkettedir? გავარკვევ და დაგირეკავ. Tamam. კარგი, შენ ზარს დაველოდები. Hoş geldin. კეთილი იყოს. Arabanın anahtarı. მანქანის გასაღები სად არის? Bir yere mi? სად მიდიხარ? Şahsen bugün Esra. ჩეკლა დღეს ეს რა არავის უნახავს. ხომ არ გელაპარაკია? არა. Ne oldu ki? რატომ მეკითხები რა მოხდა? Konuşuruz sonra. მერე ვილაპარაკოთ. Ne var Ozan? რა ხდება ოზან? Esra senle mi? ეს რა შენთან ერთად არის? Hayır ben არა, ერთად არ ვართ, რა ხდება? რატომ მეკითხები? Eve gitmemiş. სახში არ დაბრუნებულა, ყველა ეძებს, მეგონა იცოდი. Yok ben არა, ბოლოს სამსახურში ვნახე. son sabah iş არ დაგირეკავს? ვერ უკავშირდები? Bildin mi? Aradım ama açmıyor. არ პასუხობს. Neyse ben კარგი, წავედე, თუ რამეს გაიგებ, დამირეკე. Tamam. კარგი. Esra nerede? ეს რა, სად ხარ? Esra neredesin? ეს რა, სად ხარ? ვნერვიულობ, დამირეკე. Allah Allah. Ya saat ღმერთო ჩემო, რომელი საათია? ჩემი გოგო ასე გვიან არასდროს ბრუნდება სახლში. Benim şurama გული bir şey მტკივა. oturdu ცუდად diyorum. ვარ. İçimde bir თითქოს sıkıntı ლოდი var. მაძევს. Anlamadım. თქვენ არ გესმით, რაღაც დაემართა ჩემს გოგოს. Bir şey mi oldu ya? რაღაც დაემართა. დედა, კარგი, ნუ ნერვიულობ. თავს ტყუილად იტანჯავ. მალე გამოჩნდება. ზეინო, სად არის? რამე ხომ არ გაგიგია? არა, ვურეკავდი და ვერ დაუკავშირდი. Bak, მისმინე ზეინ, თუ რამეს მიმალავ და არ მეუბნები. Yok. არა, არა, ჩემო მენიქშე, ნუ ნერვიულობ, დაჯექი და დამშვიდე, კარგი? Yani Დღეს ოზანს უნდა შეხვედროდა, მაგრამ დაურეკე და ერთად არ არიან. ერთი წუთით. ოზანს რატომ უნდა შეხვედროდა? სამსახურის გამო რაღაც საბუდებზე ქონდა ხელი მოსაწერი ბიძია იალჩინ. ზენო, თუ რამე იცი და არ მეუბნები, იცოდე. გეფიცები არაფერი ვიცი. რატომ დაგიმალავდი ჩემო მენიქშე? ოზანიც ყველგან ეძებს. Ara Ozan'ı. ოზანს დაურეკე, მიდი დაურეკე. Bir haber al. ახლავე, იქნებ რამე გარკვია.
Neredesin Esra? Saat xar Esra. Neredesin? Efendim Zeynep. Gitmen Zeynep? Ozan, რას შვები იპოვე? Yok. Არა, ვერ ვიპოვნე. ცოტა ნერვიულობთ. რა ვქნათ? Bir yer daha var. კიდევ ერთ ადგილას ვნახავ და დაგირეკავ. მშვიდად შეკლა, მშვიდად, თავი ხელში აიყვანე. არაფერი მოხდება, უბრალოდ დაჯექი და დაელოდე. Esra. 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 Aç gözünü. Esra. თვალები გაახილე. Esra. 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 Doktor. ეკიმო, Yardım edin. დამეხმარეთ, ეკილს დაუძახეთ. პაციენტია, საკაცე მოიტანეთ. Yardım edin. დამეხმარეთ. გამაგდი, მოდი ჩემთან. გამაგდი. მოვედით. საავადმყოფოში ვართ Esra. Yardım edin. მიშველეთ. Yardım edin. დაგვეხმარეთ, ეკიმს დაუძახეთ. Doktor çağırın. ეკიმს დაუძახეთ სწრაფად. აი ასე. ბატონო, აქ დაგველოდეთ, ჩიგნის შემოსვლა არ შეიძლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. კარგით. Ne kadar რამდენი zaman დრო oldu გავიდა, aramadım. რატომ არ რეკავს? Ya arasana. იქნებ დაურეკო. რეკავს, რეკავს, რეკავს. ოზან, რა მოხდა? Ne oldu? რა? Nasıl ya? როგორ? Tamam neredesiniz? კარგი, ახლა სად ხართ? Tamam geliyorum. კარგი, მოვდივართ. Ne olmuş? რა მოხდა? Nerede? სად არის? Ne olmuş? რა, Söyle. თქვი რა ხდება? Kızım söylesene ne გოგო, oldu? თქვი რა მოხდა? Hastaneye. საავადმყოფოშია. Hastaneye kaldım. ოზანმა უგონოდ იპოვა და წაიყვანა. Efendim. გისმენ? ოზან, რა შვები? ეს რა იპოვნე? რამე პრობლემა ხომ არ არის? Hastane. საავადმყოფოში ვარ.
საავადმყოფოში. რა მოხდა? Esra'yı kanına ესრა სისხლიანი ვიპოვნე, შეგლა საავადმყოფოში წავიყვანე. რა? როგორ არის? ცოცხალია? yaşıyor. კი, ცოცხალია. Yaşıyor ama doktorlar... ექიმებმა შეიყვანეს. რომელ საავადმყოფოში ხართ? მეც მოვალ. Ateşi... საქალაქთა შორისო საავადმყოფოში. კარგი, ახლავე გამოვალ. თუ ცოცხალია, ყველას ეტყვის, რომ ეს მე გავაკეთე. მენიქშე, გამომართვი დალიე. Anneciğim, დედა, anneciğim ne oldu? დედა, გთხოვ ნუტირი. ასე, ნუ ნერვიულობ. ჩემი ანგელოზი, ჩემი სიცოცხლე. Doktor. ექიმო, როგორ არის ჩემი და? რა მეგვითხარით, გთხოვთ? გთხოვთ, დამშვიდით. სანერვიულო არაფერია. Travmaya მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. kafa Ano. travmalarında olur. ხდება ხოლმე ასე დროს, დაკვირვების ქვეშ უნდა დარჩეთ, რომ თვალი ვადევნოთ, ნუ ინერვიულებთ. Durum iyi şu an. სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, ოპერაცია საჭირო არ გახდა, მდგომარეობა სტაბილურია. მალე პალატაში გადავიყვანთ და ნახავთ. დიდი მადლობა, მადლობა. მადლობა, ექიმო. ოზან მისმინე, იცოდე, თუ გავიგებ, რომ ამ საქმეში შენი ხელი ურევია, მოკლავ. ნუ მემუქრები, არაფერი ვიცოდი, უგონოდ ვიპოვნე. შენ სახლში რას აკეთებდა? არ ვიცი. ახლა ამის დროა. ოზან. ოზან. შენ გელაპარაკები. წამოდი, ჰაერზე გავიდეთ, მიდი. ხო, ოზან, გადი, თუ რამე მოხდება, მე აქ ვარ და დაგირეკავ. Tamam bak iyi şeyler söylüyorum. ხომ გესმის, დედა, ცოცხალია, გთხოვ, ახლა მაინც აღარ იტირო. ეს რა იმ სახლში რას აკეთებდა? იალჩინ, ახლა ამის დროა. მამა, არაფერია. Baba, მამა, baba. არაფერი. კარგად ხარ? Sende ne oldu? არა, უბრალოდ იალჩინ, ჩემო სიცოცხლე შემომხედე. ეს რა კარგად არის. ნუ გეშინია, შემომხედე. დამშვიდი, გთხოვ, წამოდი, ჰაერზე გაგიყვან. მოდი. ალბათ ძნევა მაუწია. ძნევა ექნება. ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ეს რა სახლობლები? მე ვარ. ქალბატონი ესრა პალატაში გადავიყვანეთ. მდგომარეობა სტაბილურია. მადლობა. შეგიძლიათ დანარჩენებს უთხრათ. რა თქმა უნდა, ახლავე. დაიწარსულს ჩაბარდეს. აქ რა საკეთებ? რა თავხედი ხარ? მოსლა როგორ გაბედე? შეგლა, ხვდები მაინც. რა გააკეთე აქ შენს გამო ვარ. ეს შემთხვევით მოხდა, შენც კარგად იცი, რომ სპეციალურად არ მინდოდა შენი დაზიანება. თუ ასია, რატომ დამტოვე, რატომ წახვედი? მისმინე, ყველაფერს ვეტყვი, რაც გააკეთე. საკმარისია. ეტყვი არა? ხო, ჯერ კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი. მამა შენი ცუდად გახდა, როდესაც გაიგო, რომ ოზანის სახლში გიპოვეს. წნევები აწუხებს, არა? მამა ჩემი სად არის? სად არის მამა ჩემი? კარგად არის, კარგად აასუფთა ჰაერზე გაიყვანეს. მაგრამ არ ვიცი სხვა დროს რა დაემართება. იცი რაზე ვიფიქრე? თუ მამა შენი ფოტოებს ნახავს, ან გაიგებს, რომ ოზანს ელოდებოდი იმ სახლში, როგორ იქნება? მგონი ვერ გაუძლებს.
მართლა საზიზღარი ადამიანი ხარ. წადი და ყველას ყველაფერი უთხარი ესრა. მეც ვიცავ საკუთარ თავს. ვიტყვი რომ ჩემი ქორწინება შენს გამო დაინგრა, რადგან ჩემს ქმარს მოსვენებას არ აძლევდი. ვიტყვი როგორ ხვდებოდი ჩუმად. მერე იმასაც რომ დღეს გთხოვდი ოზანისთვის თავი დაგენებებინა და კამათის ნიადაგზე მოხდა ის რაც მოხდა. რადგან ჩვენ ჩემი ქმრის სახლში ვიყავით. და თუ არაფერს ვიტყვი რა მოხდება? მგონია ოზანი შენთან დარჩება? მაგას მე მივხედავ. მთავარია ისე მოიქცე, ვითომ არაფერი მომხდარა. ესრა, დედიკო, როგორ შეგვაშინე? კარგად ხარ? კარგად არის, კარგად. არაფერი დაემართება. ნახე რა კარგადაა. კარგად ვარ. მამა სად არის? მამა კარგადაა, უბრალოდ ცოტა შეეშინდა და წნევა მაუწია, ექიმმა წამალი დაალევინა. მალე კარგად გახდება. კარგად არის? საჩიში არაფერია. ესრა, რა მოხდა, რა დაგემართა? დავეცი. ბნელოდა, არ ვიცი ფეხი როგორ ამით ზურდა და წავიქეცი. ესრა დაეწარ სულს ჩაბარდეს. მე ოზანთან წავალ, მელოდება. ყველას გილოცავ და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ნახვამდის. მადლობა. ხომ არ შეგაწუხა? ოზანმა გიპოვა. ხო, მითხრეს. ესრა, ამ დროს ოზანის სახლში რასაკეთებდი შვილო? საქმე მქონდა, დედა. სამსახური საქმეზე უნდა გველაპარაკა და ამიტომ წავედი. მაგრამ არ დამხვდა. აღარ წახვიდე. საქმეც რომ გქონდეს, აღარ წახვიდე, კარგი? ნახე რა მდგომარეობაშია მამა შენი. მეზობლებმა რომ გაიგონ რა სიტყვიან. ნახე, რა დღეში ხარ. ღმერთმა დაგიფაროს შვილო. დედიკო, არ ინერვიულო, აღარ წავალ, დამშვიდდი. ჩემო სიცოცხლე. ჩეგლა, ჩინარ. ეს რა აქ არის? კი, 203 პალატაშია, მაგრამ კარგად არის, არ ინერვიულო. რა მოხდა? ფეხი აუცურდა და წაიქცა. იმ სახლში რასაკეთებდა? არ ვიცი, ალბათ სამსახური საქმეზე მივიდა. ძალიან დავიღალე. წავალ სახლში დავისვენებ. შენც წადი. ესრას ნუალოდინებ დროებით. საყვარელო ასე რომ წევ თავი გტკივა. დედა გეყოფა, კარგად არის. მართლა კარგად ხარ საყვარელო. არ გინდა ცოტა დაიძინო და დაისვენო. ეს რა? ძალიან შემეშინდა. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. რომ ვთხოვ, გამწერენ კიდეც, მაგრამ არა, თავს უნდა გაუფრთხილდე და ისვენო, მიდი დაიძინე და ისვენე. პაციენტს დიდხანს არ აწუხებენ. არა, ქერა. ხო, თან გონი თავს შესანიშნავად გრძნობს. სამსახურისგანაც დაისვენებ ცოტა ხნით. ხომ დაასვენებ შებ? რა თქმა უნდა, მთავარია ჯანმრთელად იყოს. ყველაფრის უფლება აქვს, ხო? ხედავ როგორი კეთილი ბიჭია. დაგასვენეს, მამა, შვილო. ელჩინ, ჩემო სიცოცხლე. კარგად ხარ, მამა? შენ? მე კარგად ვარ, შენ? კარგად ვარ, რამე რომ დაგმართნო და როგორ უნდა მეცოცხლა. შეიძლება ცოტა ხნით მამა-შვილმა ცალკე დავილაპარაკოთ? დაგტოვე თუ შეიძლება. კარგი, მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ოზან, ეს რა კარგად არის, პალატაში გადაიყვანეს. ახლავე უნდა ვნახო. ოზან, ამ ხალხს შენი დანახვა არ უნდა. როგორ აგიხსნა? როდესაც გახვედი, მამამისი ცუდად გახდა, წნევა მაუწია. თანაც ახლა ჩინარია პალატაში, ჯობს სახლში წავიდეთ. შენ წადი. მე სანამ ესრას არ ვნახავ არ წამოვალ. კარგი, როგორც გინდა. მაგრამ კარგი იქნება თუ სახლში არ დაგვიანებ. პატარა იყავი. ძალიან პატარა ჩემო სიცოცხლე, მაგრამ მაშინ მივხვდი რომ ასეთი გოგო იქნებოდი. შენზე არ უნდა მენერვიულა, რადგან ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებდი. აქამდე ასე ცხოვრობ, გაიზარდე. კარგი ადამიანი ხარ. გათხოვდი, განქორწინდი.
ერთი დღეც კი არ მოგწეულ ხარ ისე რომ შენი საქციელი ის შემცვენოდა. არასდროს მინერვიულია შენზე. ყოველთვის ვამაყობდი რომ ჩემი შვილი იყავი. ყოველთვის ვამაყობდი რომ მამა შენი ვარ. ვიცი რომ რთული პერიოდი გაქვს. მართალი ხარ, მაგრამ არ შეიძლება ეს რა. ასე არ შეიძლება. ოზანის სახლში არ უნდა იყო. ცუდი არაფერი გამიკეთებია დამიჯერე. ვიცი, მჯერა, მაგრამ არ შეიძლება. არ შეგეფერება. ჩვენს ოჯახს არ შეეფერება. მამიკო, ამიერიდან არაფერს გავაკეთებ ისეც, რაც განერვიულებს. არი დარდო. ელჩინ, ნახვის საათები დასრულდა. ეს რა გინდა რამე მოგიტანო? არაფერ შეჯამშულო. რასაც გინდა მოგიტანე. ზეინო სად არის? გარეთ შენთვის რაღაცეები საყიდლად გავიდა ჩემო სიცოცხლე. ელჩინ, მოდი, წავიდეთ, თორე მოხერხულია. კარგი. ჩემი ერთადერთი ხარ. ახლა დაიძინე და დაისვენე. ხოლ გნახავ. კარგი? კარგი. თავს მიხედე საყვარელო დაისვენე, მალე მოვალ. წავედით. აქ მოვა ტაქსი. დავმშვიდდი, ცოცხალი და უნებელი რომ ვნახე. ელჩინ, ხვალ ტკბილეული დავარიგოთ. კარგი იდეა ჩემო მენიქში. ზეინებ. ზეინო. ეს რა უნდა ვნახო? არა, ოზან, არ შეიძლება. დედა მენიქში მას ჯერ გამაფრთხილა, ისედაც ძალიან ინერვიულა. ზეინებ. არც აწავალ სანამ ჩემი თვალით არ დარწმუნდები რომ კარგად არის. ზეინებ. მიდი შედი. ეს რა? ეს რა, კარგად ხარ? რამე ხომ არ გტკივა? კი, კარგად ვარ. სანერვიულო არაფერია. ძალიან შემეშინდა, უგონოთ რომ დაგინახე, კინაღამ გავგიჟდი. რამე რომ დაგვართონდა? მართლა კარგად ვარ, ოზან. არ ინერვიულო. კარგი ეს რა. რა მოხდა? ზეინო მითხრა რომ ჩემთვის უნდა დაგერეკა, მაგრამ არ დაგირეკავს. მინდოდა დამერეკა და მელაპარაკა. მაგრამ მერე დავეცი. რაზე გინდოდა ლაპარაკი? იმ სახლში რატომ მიხვედი? მინდოდა დაგმშვიდობებოდი. რა დამშვიდობება? ისედაც დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ეს რა ხდება? მომიყევი, ვიცი რომ რაღაცას არ მეუბნები, გემუდარები ეს რა მითხარი? ოზან, არაფერი არ ხდება. რატომ არ გჯერა ჩემი? რატომ მისვამ კითხვებს? მინდოდა უკანასკნელად გველაპარაკა და დამერწმუნებინე რომ თავი დამანებო. ამიტომ მოხვედი? ხო, ამიტომ მოვედი. ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. შემომხედე, უკვე. ერთმანეთს ვაზიანებთ. ეს რა, გეფიცები რომ ცოდნოდა? ოზან, ასე უნდა მომხდარიყო. მე უკვე სხვა მიყვარს. გთხოვ, თავი დამანებე. სულ ესა? სულ ესა. გარგი მაშინ ბედნიერებას გისურვებთ. და წარსულს ჩავარდეს. Ozan? Belki yolumuz bir gün kesişir.
3 დღის შემდეგ. Oğlum hadi ya. Eko ver şunları. ტკბილო, ჩაი დაგისხა? არა, არ მინდა, მადლობა. რადგან უკვე ვისაუზმეთ, რამე გემრიელი ვჭამოთ. მომდილო ადრიან, რა გემრიელი? კარგი იქნებოდა საუზმის შემდეგ. İyi ki doğdun Esra. საიდან მოიტანეთ? İyi yaşların. ბედნიერი წლები გქონდეს, შვილო. დღეს ჩემი დაბადების დღეა. დიახ, დედა, ბედნიერებას გისურვებ, შვილო. Ay güzel kızım nice yaşların olsun. Bak. ბედნიერი იყავი. Kardeşlerin mi? მადლობა, მამა. ჩემო ლამაზო, გილოცავ. Bir tek yaşlandın mı sanki? გილოცავ, დაიკო, ბედნიერი იყავი. ნუ ბოდავ ძმაო. Kardeşim. დაიკო, გილოცავ. მენიქშე, მადლობა, რომ ასეთი გოგო გამიჩინე მეგობრად. ჩემო ძვირფასო ოჯახო, კარგია რომ არსებობთ. ძალიან მიყვარხართ. მოიცადე, სურვილი ჩაიფიქრე.